გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მოკლე ინფორმაციას გაგაცნობთ, რომელიც უკავშირდება ტურიზმის სექტორს. იცით, რომ საქსტატმა დაამუშავა ტურიზმიდან 2024 წელს მიღებული შემოსავლები. ტურიზმიდან წლიური შემოსავალი 2024 წელს განმავლობაში 7.3%-ით გაიზარდა, რეკორდული მოცულობა, რეკორდული თანხა დაფიქსირდა, ეს არის 4.425 მილიონი დოლარი, რაც მნიშვნელოვანი პრინციპში მატებაა წინა წელთან შედარებით, ასევე 2024 წლის მეოთხე კვარტალი მიუხედავად ყველა გამოწვევისა იყო საკმაოდ შედეგიანი. ჩვენ მივიღეთ ტურიზმის სექტორიდან 963.7 მილიონი დოლარის შემოსავალი, რაც ასევე კვარტლის ჭრილში 10.3%-ით იყო გაზრდილი. პრინციპში ჩვენ არაერთჯერ გქონდა ტურიზმის სექტორის მიმოხილვა, მათ შორის პროგნოზები საზოგადოებას რამდენიმეჯერ გავაცანით. 2024 წლის ჩვენი პროგნოზი ფაქტიურად გამართლდა, ძალიან ახლოს არის. ჩვენ ვეგლოდით, რომ 4.9 მილიარდამდე იქნებოდა შემოსავალი, დაახლოებით ზუსტად ასეთი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმის სექტორიდან. მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან, დაახლოებით 41%-ით, ეს არის 128 მილიონი დოლარით, შემდეგ აზერბაიჯანიდან, აქაც მნიშვნელოვანი მატება გვაქვს 18%-ით, ირანიდან გაიზარდა, ევროკავშირიდან გაიზარდა ასევე 21 მილიონი დოლარით, საუდის არაბეთიდან, ეს არის ქვეყნები, სადაც ჩვენ გვაქვს ტურიზმის შემოსავლების ზრდა. შემცირდა გარკვეულწილად რუსეთიდან 9.4%-ით, ჯამში შემცირება არის 88 მილიონი დოლარი, ასევე შემცირდა უკრაინიდან 18.9%-ით, 158 მილიონი დოლარი, თურქეთიდან გარკვეული შემცირება გვაქვს, თუმცა ეს არის 3%-იანი შემცირება. ჩვენ ასევე თანხებთან ერთად მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა დაგვიფიქსირდა 2024 წელს, ესეც ძალიან დამაიმედებელია, 5.1 მილიონ ტურისტულ ვიზიტს მიაღწია 2024 წელს მოცულობამ და პრინციპში ესეც გადანაწილებულია სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით. შემდეგნაირად მთავარი ჩვენი ტურისტული ბაზრები არის თურქეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ინდოეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, საფრანგეთი, ქუვეითი, ლატვია და არაბეთის გაერთიანებული საემიროები. ეს არის ყველაზე უფრო მეტი ტურისტული ვიზიტი საიდანაც განხორციელდა. მადლობა, ასევე მზად ვართ გიპასუხოთ კითხვებზე. მოგესალმებით, რამდენიმე კითხვა მექნება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა პრემიერმა მთავრობის ხდომაზე, ისაუბრა მოლოდინებზე, რომელიც გაქვთ 2025-ში. მისი მხრიდან აღინიშნა ისიც, რომ ოპოზიცია მუშაობს ქვეყნის დაზიანებისთვის. თქვენი მიზანი მთავრობის რა არის? როგორ შეიძლება გაუმკლავდეს ქვეყანა იმ გამოწვევებს, რომელიც მომდინარეობს ოპოზიციის მხრიდან ეკონომიკურ ჭრილში? კი ბატონო, შემიძლია იგივე შეფასება გავაკეთო, რომ რა თქმა უნდა, ოპონირება იმ ფორმით, როგორითაც ხდება საქართველოში, პოლიტიკური კულტურის ალბათ რაღაცა არ არის მაღალი დონის გამოვლინება. ვფიქრობ, რომ ოპონირებისა ეს ფორმები ხშირ შემთხვევაში არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ინტერესების, მათ შორის ეკონომიკური ინტერესების და ალბათ პირველ რიგში ეკონომიკური ინტერესების, რაც ვფიქრობ, რომ არ არის სწორი პოლიტიკური გზა. ჩვენ ვხედავთ, რომ ღია მოწოდებებია, მაგალითად საბოტაჟის, იგივე ეკონომიკური პროცესების, გარკვეული ეკონომიკური აქტივობების პარალიზების და ასევე სანქცირების, რაც რა თქმა უნდა, თითოეული ეს მოწოდება და თითოეული ეს ქმედება, არა მხოლოდ მოწოდებები, თქვენ იცით, რომ აქ აქტიური კამპანია მიდის, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია. როგორც რეპუტაციულად ქმნის სხვადასხვა რისკს, მათ შორის განწყობას და რა თქმა უნდა ეკონომიკას არ ახეირებს, ეკონომიკას რა თქმა უნდა ვნებს და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობასთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი პოლიტიკური გზა. ჩვენ შეიძლება გქონდეს განსხვავებული იდეები, ჩვენ შეიძლება ოპონირება გავაკეთოთ, ვახდენდეთ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე.
შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომები, გეგმები და ასევე გემოვნება, მაგრამ ქმედებები, რომელიც ცალსახად აზიანებს ეკონომიკურ პროცესებს, ეს რა თქმა უნდა არანაირად არ არის გამართლებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკურ ჭრილში ვეცდებით, რომ პროცესები მაქსიმალურად სტაბილური იყოს, არ განხორციელდეს ის რისკები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, მათ შორის ქონდეს დიალოგი ყველა იმ მნიშვნელოვან აქტორთან, რომელიც ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ეს იქნება კერძო სექტორი, ბიზნესი, საერთაშორისო ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და სხვა ორგანიზაციები, მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ეს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ეკონომიკაში გქონდა და თანამედროვე განვითარების ტემპი არ შეგვინელდეს. ჩემი შემდეგი კითხვა ეხება ახალ აეროპორტს და სტადიონს, რა ეკონომიკურ სარგებელს ელოდებით ამ ინფრასტრუქტურული პროექტებისგან? ზოგადად ჩვენი დაანონსებული მნიშვნელოვანი პროექტები გარკვეული ტრანსფორმაციული ეფექტის მატარებელი უნდა იყოს. ეს არ არის პროექტები, რომლებსაც აქვთ ეფექტი მხოლოდ მათი იმპლემენტაციის პერიოდში, იგივე კაპიტალური დანახარჯების კუთხით, რა წვლილიც მათ შეიძლება შეიტანონ ეკონომიკაში, არამედ უბრალოდ ახალი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს და როდესაც ვსაუბრობთ აეროპორტზე, ეს წარმოიდგინეთ, რომ არის ძალიან კომპლექსური ეკოსისტემა, რომელიც არ არის ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს გულისხმობს მათ შორის ავიაციის განვითარებას, სამგზავრო თუ სატვირთო ავიაციას მოვიაზრებთ, ეს გულისხმობს ზოგადად სატრანსპორტო, ლოგისტიკური სექტორის განვითარებას და კომპლექსური ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობები ჩნდება ვაზიანში ამ კუთხით, იცით რომ ვაზიანი არის შერჩეული ლოკაცია და ქალაქის და ქვეყნის სივრცითი განვითარების კუთხითაც ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განვითარება ფაქტობრივად ახალ ბიძგს აძლევს ურბანული განვითარებისთვის ქვეყანას. იცით რომ ეს მნიშვნელოვან ურბანულ ცენტრს მისცემს სტიმულს განვითარების თბილის, რომელსაც გარკვეული შეზღუდვები გააჩნია დღეს არსებული აეროპორტის ოპერირების გამო განვითარების კუთხით, ანუ მშენებლობაზე ჩვენ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები და ეს შეზღუდვები გარკვეულწილად შემცუგდება ვაზიანში რელოკაციით აეროპორტის და ასევე რა თქმა უნდა რუსთავისთვის ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ზოგადად რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი არეალის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ლოგისტიკური სატრანსპორტო კუთხით კი ვაზიანი, რუსთავი და თბილისის მიმართულების დაფარვა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამაზე მუშაობს ჩვენი სივრცითი სააგენტოც, რომ ეს განვითარება იყოს ესეთი ჰარმონიული და ჩვენ მივიღოთ საბოლოოდ ხარისხიანი განვითარება და ბუნებრივია ეს შემდეგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1-10 წლეული მინიმუმ იქნება ახალი მიმართულება ეკონომიკისთვის და ახალი წყარო ეკონომიკური ზრდისთვის. ასევე რა თქმა უნდა სტადიონის ეს იქნება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც არ ექნება მხოლოდ სპორტული დანიშნულება, ექნება მნიშვნელოვანი დანიშნულება გასართობი, საკონცერტო და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, რაც ასევე პირდაპირ ტურიზმთან კავშირშია და ესეც კარგი მნიშვნელოვანი პროექტია. ჩემი ბოლო კითხვა შეეხება ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტს. ოფიციალური რიცხვები ამბობს, რომ რეკორდული შემოსავალი დაფიქსირდა 2024 წელს. ზოგადად ამ ინდუსტრიის მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარებისთვის, რომ გითხრათ და როგორ წელს ელოდებით 2025-ში? კი, არაერთჯერ გვითხოვს, რომ ეს არის ადგილობრივი ექსპორტის ერთ-ერთი მსხვილი პოზიცია და პოზიციები, იმიტომ რომ ჩვენ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლურ სასმელებზე რო ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ღვინო არ არის, მაგრამ ყურძნისეული სპირტიანი სასმელებია და ასევე ბრენდი და ასევე სხვადასხვა სპირტიანი სასმელები ყურძნისეული, რომელიც არის ჩამოსხმული ფორმით. ჯამში ეს 9 მილიარდზე მეტი შემოსავალია და ეს არის სრულად ადგილობრივი რესურსების გამოყენებით ადგილობრივი ექსპორტი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს ეკონომიკაში. ის მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ყველაზე მეტი გამოწვევა რაც გვაქვს ჩვენი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებისკენ ერთ-ერთი დიდი შემცირებისთვის მას დიდი პოტენციალი გააჩნია ქვეყანას ტრადიციული უპირატესობები აქვს ამ კუთხით, ეს არის გამოცდილება, დარგი, რომელსაც წლების ისტორია გააჩნია და უპირატესობები, რომელიც ზოგადად კლიმატური, გეოგრაფიული, ისტორიული და მათ შორის ორგანიზაციული კუთხით დღეს გვაქვს. ამიტომ ამ ყველაფრის რეალიზება უკვე ხდება, ეს დარგი მნიშვნელოვანი და დარგები შეგვიძლია ვთქვათ, რამდენიმე მომიჯნავე დარგი არის კონტრიბუტორი ეკონომიკის და ექსპორტის და ეს ასეც გაგრძელდება 25 წელსაც. მოგესალმებით, ბიზნეს ინსაიდერი.
თავდაპირველად ხდომაზე ითქვა, რომ გარკვეულ დღეებსაც და კვირებსაც მნიშვნელობა აქვს ამ თემის პროექტის დასაწყებად. ამ კონტექსტში მინდა ვიკითხო ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით რა ხდება და ასევე რა მდგომარეობაა ჩინური ინვესტიციების მოზიდვის კუთხე ქვეყანაში. გეტყვით, ესე იგი, თითოეული პროექტი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით. მე მაგალითად ვაზიანთან დაკავშირებით დავამატებ ორ სიტყვას, რომ ჩვენ აეროსანავიგაციო კვლევები დავასრულეთ, ამან ცოტა მეტი დრო წაიღო, ვიდრე მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ჩვენი გეოგრაფია ზოგადად რთულია, მთაგორიანი ქვეყანა ვართ და მიუხედავად იმისა, რომ აზიანი ყველაზე უპირატესი ადგილია აღმოსავლეთ საქართველოში, აქაც იყო გარკვეული კითხვები და გამოწვევები, შესაბამისად დეტალური კვლევები იყო ჩასატარებელი, რომელიც ავსტრიულმა კომპანიამ გააკეთა. ეს ანალიზი უკვე გავიარეთ სამინისტროში და შესაბამისად უკვე ვიცით, როგორი იქნება კონფიგურაცია აეროპორტის, შემდეგი ეტაპია უკვე დეტალური დიზაინის კონკურსი, რომელიც ასევე მიმდინარეობს. რაც შეეხება ანაკლიის ამაზე ალბათ მედიას ექნება უახლოეს ხანებში თვის ბოლომდე დეტალური ინფორმაცია სამშენებლო სამუშაოების პროგრესის შესახებ. აქაც ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ. მე ვთქვი, რომ როდესაც მოხდა კონტრაქტორის შერჩევა, ასევე ამ კონსორციუმში იყო წამყვანი დიზაინ კომპანია Royal Haskoning, რომელიც ნომერი 1-ია და მათთან ერთად მოხდა დაზუსტება საპროექტო პირობების და დეტალების, ამიტომ პროექტი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, უფრო ეფექტიანი იქნება განხორციელებისას და უფრო სწრაფად განხორციელებადიც. ამიტომ სამუშაოები მიდის პარალელურად, მათ შორის ხდება ძირითადი ინერტული მასალის მობილიზება ტერიტორიაზე. პარალელურად მიმდინარეობს ის ლაბორატორიული კვლევები, რომელიც საჭიროა. ახლა დაგეგმილია დანიაში თვის ბოლომდე ძირითადი ტალღების ზემოქმედების კვლევების ჩატარება, რომელიც თებერვლამდე დასრულდება. ამაზე მედიას ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწვით, მათ შორის ვიდეო მასალას და შესაბამისად ჩვენ ეს სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიდის პირიქით უფრო ეფექტურად და სწრაფადაც განხორციელდება დროში. რაც შეეხება ინვესტიციებთან დაკავშირებით, აქაც ჩვენ ინვესტორის შერჩევის სამუშაოებში გვაქვს პროგრესი. მე უბრალოდ იმიქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება მნიშვნელოვან საკითხებზე, ჯერჯერობით ვერ მოგაწვით მეტ ინფორმაციას კონსორციუმთან. კონსორციუმის გაძლიერება ხდება, კონსორციუმში ხდება დამატებითი მოთამაშეების გაჩენა, ანუ უფრო სოლიდური იქნება კონსორციუმის შემადგენლობა, რაც ამყარებს ამ პროექტს და ამის შესახებ ინფორმაციას თებერვალში მოგაწვით მე. თუმცა აპრილამდე წინადადების მიღების, ჩვენ აპრილი განსაზღვრეთ წინადადების მიღების მორიგ თარიღად, ანუ წინადადების დაზუსტების მორიგ თარიღად მოლაპარაკებაში. ბევრი საკითხი დაისვა, ესე იგი პრეტენდენტის მხრიდან, რომელზეც ჩვენ პასუხები გავეცით და ასევე მოვითხოვეთ დაზუსტებები და რა თქმა უნდა ეს არის სამუშაო პროცესი, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს. დროში ეს არანაირად არ ცვლის პროექტის განხორციელებას, როგორც თქვით, ეს 28-ის ბოლოს, მაგრამ 28-ის შეიძლება დასაწყისშიც პროექტი იქნება სრულად ოპერირებადი, ჩვენ მივიღეთ პირველ გემებს და ეს პირველი ტვირთი შევა ანაკლიის პორტში, ანუ უბრალოდ მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა მაქსიმალური პასუხისგებლობით და მაქსიმალური ხარისხიანად რომ იყოს ეს პროცესი, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, რადგან ჩვენს პარალელური პროცესი გვაქვს სამშენებლო სამუშაოების დროში ეს არაფერს არ შეცვლის. ბიზნესის მოლოდინებზეც მინდა ვკითხოთ, რამდენად აქტიურია შეხვედრები და კონსულტაციები მთავრობასა და ბიზნესს შორის, თქვათ, დაიწყეთ თუ არა სექტორული შეხვედრები, როგორც წლის ბოლოს უკვე იყო. ჩვენ გვაქვს მუდმივი ანალიზი და პერიოდული შეხვედრები გვაქვს ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენელთან და რა თქმა უნდა, მოლოდინი გასაგებია, მოლოდინი ჩვენ გვაქვს შეხვედრები, ჩვენ გვაქვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, ჩვენ რამდენიმე მაკროეკონომიკური მოდელი დავამუშავეთ. ჩვენს გარდა ამას აკეთებს იდეაში კერძო სექტორიც, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი კომპეტენციის, იცით თქვენ, საფინანსო ინსტიტუტები ყავს, რომლებსაც ასევე გააჩნიათ საკმაოდ უნარი, რომ გააკეთონ ადეკვატური პროგნოზები. პროგნოზებში ჩვენ მეტნაკლებად ვემთხვევით, ძირითადად ვემთხვევით, მოდით ასე ვთქვათ, ასე რომ 2025 წლისთვის ჩვენ ეკონომიკური ზრდის მონოდინები გვაქვს პოზიტიური. ბატონებან 2024 წელს აწარმოა საქართველოში ჩაერთო კაპიტალის ბაზრის განვითარებაში გარკვეული პროექტის საფუძველზე. მე მინდა გითხრათ რა გეგმებია და მოლოდინები და გათვლები 2025 წელზე მიმართული. ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ ამ მუშაობას, იცით რომ ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტი ჩვენთვის ახლა სამინისტროში რეფორმებიდან, ანუ მსხვილი რეფორმებიდან
ეს არის კაპიტალის ბაზრის განვითარება, რომელზეც ბოლო წლებში ყველაზე ინტენსიურად ვიმუშავეთ. ეს გეგმა, რა თქმა უნდა, აქტუალურია 2025 წელსაც და სამინისტრო როგორც პოლიტიკის შემუშავების კუთხით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას და 24 წელი მართლმსაჯულებით იყო გამორჩეული ამ კუთხით, ისე 25 წელს ჩვენ იმპლემენტაციის ნაწილშიც, ანუ რაც თქვენ აღნიშნეთ, დიახ, აწარმოე საქართველო თვითონ დაეხმარება კომპანიებს გარკვეული მიმართულებებით იმპლემენტაციაში იმ პოლიტიკის, რომელიც დავნერგეთ, მაგალითად იგივე ფასიანი სასესხო ქაღალდების გამოშვებაში, კვლევების ჩატარებაში, თანადაფინანსებაში, ასევე ფაქტორინგის მიმართულებით ჩვენ ახალი კანონმდებლობა მივიღეთ და ფაქტორინგის მთლიანად ეს კლერენსის სისტემა რომ სახელმწიფოს ჩართულობით მოეწყოს და ამისი ერთიანი ციფრული პლატფორმა შეიქმნას, ამაზეც აწარმოე საქართველოს მუშაობს, ასე რომ არ არის მხოლოდ პოლიტიკის შემადგენელი პოლიტიკა რეფორმების კუთხით, რომელსაც სამინისტრო ცენტრალური აპარატი შეიმუშავებს და შემდგომში პარლამენტი ამ მთავრობა ამტკიცებს, არამედ უშუალოდ განხორციელებაშიც აი ამ პოლიტიკის ჩვენ კომპანიებთან და კერძო სექტორთან უკვე აწარმოე საქართველოს მეშვეობით ვართ აქტიურად ჩართული. BMG თელარეგელანტია პირველ რიგში ჩემი სოლიდარობა ჟურნალისტ მზია მაღლობელს მე არ მინდა ცხოვრობდი ისეთ ქვეყანაში სადაც ჟურნალისტებს ციხეში უშვებენ ბატონო ლევან რა შეეხება კითხვებს პირველ რიგში მინდა გკითხოთ ხედავთ რა ვითარებაში არის ქვეყანა თუ არ განიმუხტა პოლიტიკური კრიზისი აქციების ოციანურამდე გაგრძელებას შეიძლება არ ელოდით ოცნების მთავრობაში, მაგრამ ხედავთ გრძელდება. თუ გაგრძელდა და კიდევ უფრო გამწვავდა სანქციები, თითოეული სცენარის შესაბამისად, თქვენ ახსენეთ, რომ მაკროეკონომიკურ მონაცემებს და პროგნოზებს ვაკეთებთო თქვენ. აი როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას, რა შეიძლება დაემართოს საქართველოს ეკონომიკას საბაზო სცენარში, ოპტიმისტურში, პესიმისტურში? ეს არის კითხვა, რომელიც ბიზნესს ყველაზე ხშირად აქვს და მოგვიყევით აბა. კი ბატონო, ჩვენი საბაზო სცენარი იცით, თქვენ არის 6%-იანი ზრდა, ჩვენ გვაქვს გარკვეული უარყოფითი სცენარიც, რომელიც საბაზო სცენარიდან დაახლოებით მცირე გადახვევას გულისხმობს, ეს არის 2.7-2.9%, ანუ მაინც ჩვენ გვექნება დაახლოებით 3%-ზე მაღალი ზრდა, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური სცენარიც, რომელიც 6%-ზე უფრო მაღალ ზრდას მოიაზრებს თავის თავში, ღიად გეუბნებით და ყოველთვის ღიად ვსაუბრობ ხოლმე მე, რომ ჩვენ სხვადასხვა სცენარს ვიხილოთ, მათ შორის უარყოფითსაც, თუმცა მე აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ჩვენ მინიმუმ საბაზო სცენარის გარშემო გვექნება ეკონომიკური ზრდა, მათ შორის ჩვენ იქიდან გამომდინარე ვსაუბრობთ ამაზე, რომ განწყობა თავრობის გუნდის და მოლოდინები ჩვენიც არის ის, რომ ვითარება პოლიტიკური უნდა განიმუხტოს, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი რამ შეიცვლება და ეს ყველაფერი წესით შეიძლება გადაითარგმნოს პირიქით, უფრო დადებით პოზიტიურ სცენარში, აქედან გამომდინარე ჩვენ ესეთი შემართებით ვაგრძელებთ მუშაობას. ბატონო, დავაზუსტებ, პოლიტიკური ვითარება განიმუხტოს, უნდა ამას ამბობთ. მაგრამ რა საკეთებთ იმისთვის, რომ განიმუხტოს ეს ყველაფერი? ვიცით, რაც არის მოთხოვნა 50 დღეზე მეტია, ეს არის ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. თუ ეს არ მოგწონთ თქვენ და მე მახსოვს ბიზნესთან პოლიტიკური ვითარების განსამუხტად რას აკეთებს ოცნება ან როგორ წარმოუდგენია ამას, იმიტომაც გეკითხებით, რომ ბიზნესთან შეხვედრისას წლის ბოლოს თქვენ თქვით, რომ ბიზნესის ნაწილსო და გულისხმობდით free business-ზე რეგისტრირებულ ბიზნესებს მოთხოვნა, რაც აქვთ ახალი არჩევნები, ფიქრობ, არ არის ბოლომდე კარგად გააზრებულიო, მაგრამ ეს არის ის მოთხოვნები, რაც არის. ხედავთ გარედანაც რა განცხადებები კეთდება, ხედავთ რუსთაველზე და არა მარტო რა არის მოთხოვნა. თუ ეს არ მოგწონთ, აი რას თავაზობთ? აი 2 თვე გადის თითქმის. თქვენ როგორ ხედავთ? სად არის გამოსავალი? კი ბატონო, მოგახსენეთ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია და შიდა პროცესებზე პირდაპირ მოქმედებს თქვენი საერთაშორისო პროცესები. საერთაშორისო მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორებთან და ეს უნდა იყოს ძირითადი წინაპირობა იმისთვის, რომ
მათ შორის ზემოქმედება მოხდეს ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზეც. ამიტომ მე ახლა არ შევალ უფრო ღრმად დისკუსიაში და არ დავიწყებ რეალურად იმ მოთხოვნების შეფასებას, თუმცა ახლა ამაზე ჩემი პოზიცია ძალიან გასაგებია. დღეს როგორ შეიძლება ვსაუბრობთ რაიმე ტიპის არჩევნებზე, არჩევნები ჩატარდა, ქვეყანა უნდა გააგრძელოს მუშაობა თავის რეჟიმში, უნდა გააგრძელოს იმ ამოცანების შესრულება, რაც თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის საზოგადოებისთვის და პიროვნებებისთვის, ხოლო რაც შეეხება დემოკრატიულ პროცესს, ჩვენ ცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება ადგილობრივი არჩევნები და თუ რაიმე კითხვა არსებობს ქვეყანაში პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით ეს ძალიან მარტივად შეიძლება მიმდინარე წელს ისედაც გაირკვეს. აქედან გამომდინარე ეს რა თქმა უნდა საფუძველს მოკლებულია გარკვეულწილად ზედაპირველიც მგონია ასეთი მოთხოვნების დაყენება. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ უფრო მეტად ორიენტირება გავაკეთოთ დღეს იმ მიმდინარე ამოცანების შესრულებაზე რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ ქვეყანა იყოს წარმატებული რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, მათ შორის ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობა და ეკონომიკური სტაბილურობა. როგორ წარმოგიდგენიათ ეს? აი აქციები არ დასრულდა. ხედავთ გარედანაც რა წნეხია, სანქციები კიდევ უფრო გამწვავდა. თუ გასაგებია ხა თქვენ ამბობთ რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გააჩნია. ანუ თქვენ რას თავაზობთ? კარგით, არ მოგწონთ. დიდ ნაწილს გააჩნია ზედაპირულია ეს მოთხოვნები. საზოგადოების დიდ ნაწილს, რა თქმა უნდა, აქვს ასევე სხვა დამოკიდებულება. ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოება კონსოლიდირებულია რაიმე კონკრეტულ მოთხოვნაზე. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს გააჩნია გარკვეული მოთხოვნა, ხომ? ამაზეა საუბარი. აი, თუნდაც ბიზნესების ის ნაწილი, ვინც მოითხოვა ახალი არჩევნები, არ არის თქვენთვის საკმარისი. საკმარისი ბიზნესთან დიალოგი ჩვენ გვექნება მუდამ, თქვენ რომ თქვენთვის მინდა ეს დიალოგი გავიგე, მაგრამ შედეგიც ხო საინტერესოა, იმიტომ რომ შეხვედრიდან გამოსულებმა თითქმის ყველა თქვეს, რომ არ მოსწონთ ახალი არჩევნები, მაგრამ ვერ გავიგეთ რას გვთავაზობენ და რას თავაზობთ. ბოლო კომენტარი და მე ამაზე აღარ ვისაუბრებ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესი ძირითადად რაციონალურად აღიქვავს ჩვენს პოზიციას და რაციონალური პოზიცია ექნება. კარგით, რამდენიმე კითხვა კიდევ დამრჩა დავოსთან დაკავშირებით პირველ რიგში მინდა კითხოთ, მე არ მახსენდება ბოლო 12 წლის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში რომ საქართველოს არ მიეწვიეთ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. რატომ არ მიგიწვიეს, როგორ ფიქრობთ? და რას ნიშნავს ეს არ მიწვევა? არ არის ასე. დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე არ მიიღო საქართველოს დელეგაციამ, სამთავრობო დელეგაციამ მონაწილეობა, იქიდან გამომდინარე რომ მიმდინარე წელს ეს შეიძლება არ ყოფილიყო ყველაზე უფრო მთავარი პრიორიტეტი. არ მიიღო თუ არ მიგიწვიეს? იმიტომ რომ მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურში გითხრეს რომ მოწვევა არ მიუღიათ. არა, როგორც წესი ჩვენ მე რამდენად ვიცი შეიძლება მათ უფრო მეტად დეტალურად გააკეთონ განმარტება და თავიანთ მათ შორის ვიცე-პრემიერი ხართ ბატონო ლევან. დიახ, ჩვენ ყოველ ჯერზე, დიახ, მე როდესაც მონაწილეობდი და არაერთ წელს მონაწილეობდი, ეს ხო ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც მივდიოდით ფორუმს და ვესწრებოდით ფორუმს. და მათ შორის ფორუმის ფორმატში ჩვენ მქონდა პარალელური შეხვედრები. თუმცა წელს შეიძლება ეს არ ყოფილიყო მაქსიმალურად პროდუქტიული და აქედან გამომდინარე წელს შეიძლება ჩვენ მქონდეს სხვა პრიორიტეტები. რატომ შეიძლებოდა? იმიტომ რომ თქვათ სანქციებია, იმიტომ რომ ევროინტეგრაცია გაყინულია და რას ეტყოდით ინვესტორებს? ანუ სათქმელი არ გქონდათ, რატომ უნდა ჩადონ ფული საქართველოში? ქალბატონ თელარა, ჩვენ ინვესტორებთან ვაგრძელებთ დიალოგს, ვაგრძელებთ კომუნიკაციას უწყოთ რეჟიმში, ამის შესახებ მედიაც მიიღებს ინფორმაციას. გვექნება ძალიან პოზიტიური ინფორმაცია საინვესტიციო გადაწყვეტილებების შესახებ უახლოეს ხანებში მომავალ კვირასაც, ისე რომ ეს პროცესი არ ჩერდება, არ არის ასე. კიდევ რამდენიმე კითხვა დამრჩა. გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ გარკვეული ბიზნესმენები აპირებენ საქართველოს რუსეთის ბიზნეს საბჭოს შექმნას ახალი ორგანიზაციის. ხომ არ ფლობთ თქვენ რამე ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით? ვერ გეტყვით, მაგრამ მე რამდენად ვიცი არსებობს ესეთი ასოციაციები სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთანაც მგონი არსებობს, თუმცა ესეთი ახალზე არაფერი გსმენია. შეიძლება ახალი ასოციაციაც შეიქმნას, რა თქმა უნდა, ანუ თუ ისეთი ბიზნეს საბჭო ან ასოციაციები იქნება, რომელიც საავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს, ჩვენთვის მისასალმებელი, იმიტომ რომ ორგანიზებულ ბიზნესთან კოორდინაცია ბევრად უფრო ადვილია ხოლმე, ამიტომ ჩვენ ასეთ ინიციატივებს როგორც წესი ვახალისებთ, იცით რომ არის მაგალითად შუა აზიის ქვეყნებთან, ძირითადად საავაჭრო პარტნიორებთან, როგორც წესი ასეთი ასოციაციები არის. ხშირ შემთხვევაში თუმცა რუსეთი არ არის სტანდარტული საავაჭრო პარტნიორი და ამიტომ ვიკითხე. საავაჭრო ნაწილში ჩავთვალოთ რომ მნიშვნელოვანი პარტნიორია, მიუხედავად იმისა რომ ეს არის
სპეციფიური პარტნიორი, ბევრი შეზღუდვიდან გამომდინარე და პოლიტიკური წინაპირობებიდან გამომდინარე. ჩვენ იცით რომ გვაქვს წითელი ხაზები პოლიტიკურ ნაწილში, მაგრამ გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ამიტომ ეს არის რეალობა, რომელსაც ვითვალისწინებთ და აქედან გამომდინარე ასეთი ასოციაციების თუ სავაჭრო ურთიერთობების პრობლემებზე იმუშავებენ და პრობლემატიკაზე და ამის მოგვარებაზე, რა თქმა უნდა, ეს კარგია. ხო, თუმცა თუ პრობლემები იქნება, სადაც სახელმწიფოს ჩართვა გახდება საჭირო, რა ფორმით ჩაერთვებით, რა ვიცი. ხო და ამიტომ სწორედ ეს არის, რომ ჩვენ იცით, რომ შეზღუდული გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, პოლიტიკურ დონეზე ჩვენ არ გვაქვს დიალოგი ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან, ხო? ეს არის მოცემულობა. ამის ფონზე წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით, რომ ფაქტიურად ემბარგოს რეჟიმიდან გადავედით დაბალანსებულ სავაჭრო ურთიერთობამდე, სადაც საქართველოსთვის იყო ეს პირველ რიგში საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ ნულოვანი ექსპორტი, მილიარდზე მეტიანი ექსპორტით შევცვალეთ და ეს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჩვენ სასარგებლოდ შევატრიალეთ. ეს იყო ძირითადად კერძო სექტორზე დაფუძნებული. თუ კერძო სექტორი ამ შემთხვევაში არის უფრო ორგანიზებული და უფრო შედეგიანია, რა თქმა უნდა, ეს არის კარგი. იმედია გამონახავთ დრო და BMG-ზეც მოხვალთ მათ შორის ამ თემებზე სასაუბროთ. ოდესმე. კიდევ დამრჩა რამდენიმე კითხვა. თქვენ წლის ბოლოს თქვით, რომ პრემიერის და ბიზნესის შეხვედრის შემდეგ, რომ ცალკეულ სექტორებთან ხვდებოდით, მათ შორის რიტეილი, ტურიზმის სექტორი, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა მე კონკრეტულად ვერ მოვიპოვე თქვენი პრესამსახურისგან ინფორმაცია, ვის და რა ჯგუფებს რა ფორმატში ხვდებოდით. შეგიძლიათ გითხრათ ახლა ვის შეხვდით? აი მაგალითად ტურიზმის ნაწილში, იმიტომ რომ წლის ბოლოსაც ითხოვდნენ შეხვედრაზე, როგორც ვიცი, მე როგორც ვიცი, ასეთი შეხვედრა არ ყოფილა. თუ შეხვდით და ასევე ვითვლით დაახლოებით ვის როგორ შეიძლება დავეხმაროთო? ხო, მოკლედ, რა იქნება ზემოქმედება და რა იყო ზემოქმედება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს იყო ჩემი მესიჯი, ხო, ამის შესწავლა. შეფასება და რა თქმა უნდა ასევე აღნიშნე რომ ეს ყველაფერი უნდა გავანაზოთ წლის ჭრილში და არა დავუშვათ რამდენიმე დღის ჭრილში, როდესაც რიტეილის და დავუშვათ სუმართ-მასპინძლობის სექტორის გარკვეული ობიექტები შეიძლება გარკვეულწილად დაზიანდნენ, ხო? გარკვეული ობიექტები რა თქმა უნდა შეიძლება გარკვეულად დაზიანდნენ, მაგრამ ეს სექტორულად ჩვენ ასეთ ზემოქმედებას არ ვხედავთ, ამიტომ ძირითადად შემთხვევაში რაიმე ტიპის ჩვენი მხრიდან რეაგირებაზე ამ შემთხვევაში ლაპარაკი ზედმეტია, ამიტომ ჩვენი ანალიზი გვაწევს ამ. რაიმე დახმარებას არ საჭიროებს ჯერჯერობით თქვენი შეფასებით. ვერ ჩავერევით. დიახ. ეს იქნება არასწორი სიგნალი და არასამართლიანიც მათ შორის. კი ბატონო. ბატონო ლევან, თქვენ თქვით რომ აი ინვესტორებს ვესაუბრებითო. არ ვიცი, ჩვენ ვისაც ვესაუბრებით ბიზნესში, ვინც ხმამაღლა საუბრობს მიკროფონთან და ვინც მიკროფონს გარეთაც გვესაუბრებიან, პოზიტიური მოლოდინი არავის არ აქვს და ყველა საუბრობს იმაზე, რომ ბუნდოვანია, ჰორიზონტზე არაფერი ჩანს და ეს განსაკუთრებით უცხოელ ინვესტორებზეც აისახება და რა თქმა უნდა ადგილობრივი ინვესტორების ქმედებებზეც და საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც. აი შეგიძლიათ გითხრათ, რომ დაგიჯეროთ აი ბოლო 2 თვის განმავლობაში, აი ნოემბერ-დეკემბერში ვის შეხვდით და ვინ არის საქართველოს მიმართ პოზიტიურად განწყობილი, რომ აი ამ ქვეყანაში, სადაც ევროინტეგრაცია შეჩერებულია, ამერიკამ სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა, მინისტრები სანქცირებული ჰყავთ, საპატიო თავმჯდომარე პარტიის ამერიკამ დაასანქცირა, უნდა ჩავდოთ ინვესტიცია. აი ვინ არის ასეთი თავსახელაღებული? მოდით ასე ვთქვათ, შედეგებით ვიმსჯელოთ, შედეგები იქნება 2025 წლის განმავლობაში გამოჩნდება კონკრეტულ მნიშვნელოვანია და მოლოდინები ასევე გეტყვით. რა განწყობაზე არიან ინვესტორები? გეტყვით, რა თქმა უნდა, ეს არ არის კომფორტული, მაგრამ უამრავი კომპანია იყო ენერგეტიკულ სფეროში, იყო ძალიან ბევრი კომპანია, რომელსაც აქვს ასევე ლოგისტიკის და დასაწყობების სფეროში გეგმები. და უბრალოდ კონკრეტული კომპანიების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, თუმცა ამ კომპანიებს თვითონ შეუძლიათ მათ შორის გააკეთონ ესეთი განცხადებები. დღეს სამწუხაროდ მიდის იმდენად ეს სიტყვა არ მიყვარს იდეაში ბარბარიზმია, მაგრამ უკვე ფაქტიურად დამკვიდრებულია ბულინგი საზოგადოებაში, რომ კომპანიებიც კი თავს იკავებენ გარკვეული საჯარო კომუნიკაციისგან ასეთი ტიპის კომპანიები, მათ შორის საერთაშორისო კომპანიები გამომდინარე ვითარებიდან. იმედი მაქვს, რომ ეს მალე გადაივლის, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად არასწორია, არაკორექტულია, სამწუხაროდ მიზანმიმართულია. ანუ დებენ ინვესტიციებს, მაგრამ არ ამბობენ? ბუნებრივია, მუშაობენ ინვესტიციებზე, მიდის პროცესი, მიდის საინვესტიციო პროექტების გადაწყვეტის განხორციელება, მაგრამ მათთვის ეს გარკვეულწილად ამ ვითარებიდან გამომდინარე უხერხულობებს ქმნის. პირდაპირ შემიძლია გითხრათ 200-300 მილიონი დოლარიანი ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში, რომელიც შეუფერხებლად ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო ინვესტიციები.
და ამ კომპანიებს ეუხერხულება დღეს საჯარო კომუნიკაცია არ სჭირდება. რატომ ეუხერხულებათ, როგორ ფიქრობთ? აფიშირება იქიდან გამომდინარე, რაც შეიქმნა არასწორი პროცესებიდან გამომდინარე ბულინგი, რომელსაც მე გესაუბრებით, ინვესტორების ბულინგზე არ მსმენი, ანუ ვერ მივხვდი. ფაქტიურად, როდესაც ოპოზიცია მოუწოდებს საბოტაჟისკენ ბიზნესს, ანუ მოუწოდებს თავის საქმიანობის შეჩერებისკენ, ეკონომიკური აქტივობების რაღაცა გაჩერებისკენ, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად ფაქიზად და ფრთხილად იქცევიან საერთაშორისო ინვესტორები, ვიდრე ადგილობრივი ინვესტორები, ხო? მათთვის ეს გარემო მაინც უფრო მეტად უცხოა, ვიდრე ჩვენთვის. ასევე სერიოზული კომპანიებისთვის გადაწყვეტილებები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იგივე ენერგეტიკულ ან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ინფრასტრუქტურულ სექტორებზე, არის გრძელვადიანი. ეს პროექტები არის 10-15-20 წლიანი. აქედან გამომდინარე, ერთთვიანი, ორთვიანი, გარკვეული ესეთი უხერხულობები, პოლიტიკური პრობლემები და პოლიტიკური გამოწვევები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი აი, გრედამ რო წერილი მოგწერათ დეკემბრის შუა რიცხვებში. შეხვდით? არ არის რეპრეზენტატიული დარგის. ვინ არის თქვენთვის რეპრეზენტატიული? დარგის ბევრი მსხვილი კომპანია, რომელიც შეხვდით გრედას? გრედასთან ჩვენ გვაქვს შეხვედრა ყოველთვიურ რეჟიმში ალბათ. არა, აი ინვესტორები რო იყვნენ შეშფოთებულები მაგაზე რო წერილი. გრედასთან მაქს ყოველდღიური კავშირი პრობლემა არ არის, ქალბატონო თელარი დამიჯერეთ. მათთან ერთად ჩვენ მუშაობდით ბევრ საკითხზე, პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, რაღაც ინიციატივების ჩამოყალიბებას და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში სამწუხაროდ გრედა ამ შემთხვევაში უფრო მეტად პოლიტიკურად არანეიტრალური ორგანიზაცია აღმოჩნდა. ვინ უნდა გითხრათ და ბოლო კითხვა ჩემი, ვინ უნდა გითხრათ? შეიძლება. რაღაც, ანუ ერთ-ერთმა პაატა ტრაპაიძემ, არ ვიცი თქვენთვის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, ხომ? და კომპანია კავკასუს როუდ პროჯექტი. ერთ-ერთი ასეთი ფრაზა თქვა ჩემთან ინტერვიუში, რომ შეიძლება რაღაცა ჩვენ არ ვიცით, რაც იცის ალბათ ოცნებამ, თორემ დიდი ქარიშხალი გველოდება ეკონომიკაშიო. აი, ვინ უნდა დაგაჯეროთ, რომ მართლა სერიოზული პრობლემების პაატა ტრაპაიძის პატივსცემ ძალიან კარგი პროფესიონალია, ბიზნესმენია, ინვესტორია, მაგრამ ის არ არის არც ეკონომისტი, არც მაკროეკონომისტი და ამიტომ ჩვენ შესაბამის ჯგუფთან შეგვიძლია ვისაუბროთ შესაბამისი ენით. და შესაბამის ესეთი ჯგუფები, ანუ ვინ უნდა გითხრათ, რომ სერიოზული პრობლემებია იგივე წრეზე ხوار წავალთ. ჩვენ არც პრობლემებზე არ ვამბობთ თუ არს რომ არის, ჩვენ არც თვალს არ ხუჭავთ, ჩვენ არც გამოწვევებს არ მაგრამ არც არაფრის გაკეთებას არ აპირებთ პოლიტიკური კრიზისი რო დასრულდეს. მაგრამ ამავე დროს მივდივართ თანმიმდევრულად იმისკენ, რომ მათ შორის პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, მათ შორის გაუმჯობესდეს საერთაშორისო შეგიძლიათ კონკრეტულად მითხრათ? შედეგებით ვისაუბროთ. ჩვენ შეიძლება კონკრეტულ რაღაც ნაბიჯებზე და ტაქტიკაზე დღეს ვერ გაგიზიაროთ ინფორმაციას. დავაზუსტებ. ეს მაკროეკონომიკური სცენარები დამუშავებული გაქვთ? აი ბუნებრივია? კარგი. და ერთს დავაზუსტებ და მორჩები. IMF-თან პროგრამის განახლებაზე. როგორც Reuters-ის სტატიაში წავიკითხეთ და ვენაში ღონისძიებაზე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ასევე ფინანსთა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილე, აქვთ მოლოდინი, რომ ახალი პროგრამა დაიწყება, თებერვალში ველოდებით IMF-ის მისიასო. რას ეფუძნება ეს თქვენი მოლოდინები? ჯერ პროგრამის პარამეტრები არ არის, ანუ პროგრამა არის ორი მხარისთვის ურთიერთსასარგებლო შეთანხმება. ჩვენ ნახავთ ძირითადად ჩვენ გვჭირდება ხა IMF-ის პროგრამა. ჩვენ ნახავთ რა არის შემოთავაზება, თუ ეს იქნება ჩვენთვის საინტერესო, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითანამშრომლობთ პროგრამის ფარგლებში. თუ ეს არ იქნება ჩვენთვის საინტერესო, რა თქმა უნდა, პროგრამის გარეშე გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას. ამიტომ ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ ამ დიალოგისთვის, ხმასგასმის ვაფიქსირებ ამას. მაგრამ მიმდინარე პროგრამა რატომ შეჩერდა, ხო გვახსოვს? მიმდინარე პროგრამა ვინ დაუშვა შეცდომები? არანაირი შეცდომა ჩვენ ცალკეთ განხილვის მნიშვნელოვანი საუბრის თემა ძველი პროგრამა. ამიტომ ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით, რომ თუ რაიმე ახალ პროგრამაზე შევთანხმდებით სავალუტო ფონდთან, ეს უნდა იყოს სრულად თანხვედრაში ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებთან, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. ჩვენ ღია ვართ და მზად ვართ, დაინტერესებულიც ვართ. ამაზე ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორებს აქვთ. ამიტომ სამუშაო რეჟიმში ვიმუშავებთ, მართალს ვწანებთ, თებერვლის თვეში ჩვენ გვექნება სამუშაო რეჟიმი, გადაწყდება, მე პარამეტრები შეიძლება გამოიკვეთოს, ან როცა გვექნება ჩვენ დრაფტი, ან ჩამოვლენ, ან გვექნება დისტანცირованად მუშაობა. ყოველ შემთხვევაში ეს შეთანხმება არის, რომ ჩვენ გვექნება IMF-ის მისიასთან მუშაობა და იმის მიხედვით თუ როგორი იქნება პროექტი, მე ამის შინაარსსაც გაგიზიარებ და ჩვენ მოგახსენებთ შედეგებს. ბატონო ლევან, დღეს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ ისაუბრა
ამერიკას შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე, მათ შორის საქართველოს მზად არის რომ დაიწყოს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, ასევე სტრატეგიულ პარტნიორობაზე არის საუბარი, როგორი არის თქვენი მოლოდინი? ჩემი მოლოდინია რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ უნდა გქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობები, იქიდან გამომდინარე რომ ის დღის წესრიგი, რომელიც ახალ ადმინისტრაციას გააჩნია, სრულად არის თანხვედრაში იმ სოფხედელობასთან, რომელიც გააჩნია ჩვენს ხელისუფლებას. მათ შორის ღირებულებით ნაწილში, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ეს არის ღირებულებითი პრიორიტეტები ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვისაც. აქედან გამომდინარე, ის თანხვედრა, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალ ადმინისტრაციასთან, უნდა იყოს წინაპირობა იმის, რომ ჩვენ წარმატებულად აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა, სამწუხაროდ, რომელიც ასე რიგად დაზიანდა და რა თქმა უნდა ეს არის უკვე რთული მემკვიდრეობა ახალი ადმინისტრაციისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალი ადმინისტრაციისთვის აბსოლუტურად გასაგები იქნება, რომ ის პრიორიტეტების თანხვედრა, ის ღირებულებითი რაღაც თანხვედრა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ინტერესები მთავარი ეს არის, ხო? ინტერესი, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობისთვის ამერიკას აქვს საქართველოსთან და საქართველოს ამერიკასთან, ამიტომ ეს ინტერესები იქნება კარგად გააზრებული, მე დარწმუნებული ვარ და ჩვენ ძალიან მოკლე ხანში შევძლებთ ამ სტრატეგიული პარტნიორობის არათუ აღდგენას, ამ ფორმატის, რომელიც გადავა კიდევ უფრო ხარისხობრივად მაღალ დონეზე. ბატონ ლევან, კითხვა მაქვს ცოტა ხნის წინ გავრცელდა ბიძ ნევანიშვილის ადვოკატის განცხადება, ირკვევა, რომ ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს უჩივის და დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდში მიმდინარე დავებმა. და ამ განცხადებაში წერია, რომ ივანიშვილს ეს ვითარება უქმნის წინაპირობას იფიქროს იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და შესაძლოა ბანკიც იყოს ჩართული პოლიტიკურ შანტაჟში. ყველაფერი რაც კრედიტ სუისით იწყება, ამ ყველაფრის ანალიზი თქვენ ხედავთ თუ არა პოლიტიკურ შანტაჟს ამ პროცესებში? წარმოვიდგინოთ, რომ კი, შეიძლება ჩვენ ახლა ფაქტები არ გვაქვს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენ თვითონაც ჩამოთვალეთ, სწორედ ასეთი დასკვნის საშუალებას იძლევა, სწორედ ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს ის ფაქტი, რომ სანქციები შემოვიდა და უკავშირდება კონკრეტულად ამ ბანკში არსებული აქტივების განკარგვას, თქვენ იცით, რომ ეს სანქციები წინა ადმინისტრაციის, უკვე წარმავალი ადმინისტრაციის ბოლო დღეებში იყო მიღებული და მთლიანად პროცესი, რომელიც ბანკმა წამოიწყო, ნახეთ, რამდენად არასამართლიანი იყო, ეს დადასტურდა მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებშიც, მაგრამ დავინახეთ, რომ აღსრულების გზაზე მას შეექმნა პრობლემები, აქედან გამომდინარე, ბევრი რამ ერთმანეთთან არის დაკავშირებული. დიდი მადლობა.